მოგესალმებით ჩემო გარგებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ამ ვიდეოში მინდა გავერკვეთ იმ საკითხში, ასე ვთქვათ, რატოა ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში ესეთი პრობლემა, როგორც მარტოობა, ანუ რატო ხართ მარტო. რამდენიმე მიზეზი აქვს, ძირითადად ეს არის ნეგატიური ასოციაციები, რომლებიც ჩამოყალიბდა ბავშვობაში, ურთიერთობასთან დაკავშირებით, ან უფრო ასე ვთქვათ, ზრდასრულ ასაკში. პირველი ნეგატიური ასოციაცია, რომელიც გვიშლის მარტოობის დაძლევას, ეს არის იმის შეგრძნება, რომ ურთიერთობები არის საშიში და სახიფათო. საიდან ყალიბდება ესეთი ასოციაცია, მაგალითად, პატარაობისას უყურებდით, როგორ ჭკუობენ დედა და მამა. გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, მაგალითად, ხმამაღალი ბგერების შიში, თანდაყოლილი შიშია ბიოლოგიურად განპირობებული. როდესაც გვესმოდა ეს სკანდალები, ხო, შინაგანად გვეშინოდა ელემენტარულად ბავშვობაში და შემდეგ ეს ასოცირდა ურთიერთობებთან, როგორც ასეთ და შემდეგ უკვე დიდობაში, როგორც კი ფიქრობ ურთიერთობებზე, ტვინი უგზავნის ასე ვთქვათ სხეულს საშიშროების სიგნალს და ქვეცნობიერი ყველანაირად ცდილობს, რომ დაბლოკოს რამენაირი სერიოზული ურთიერთობა. შემდეგი მიზეზი ეს არის ღალატი შიში, ასევე მომდინარეობს ასე ვთქვათ არსებული მაგალითებიდან, რომელიც ჰქონდა ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში და ბუნებრივია არავის არ უნდა რომ განიცადოს ეს მომენტი, ღალატი, დამცირების გამოცდილება და შესაბამისად ამჯობინებს ასევე ადამიანის ქვეცნობიერი დაბლოკოს ნებისმიერი ურთიერთობების ჩამოყალიბების შანსიც კი. კიდევ ერთი მიზეზი ეს არის ნეგატიური ასოციაცია, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად, რომ ურთიერთობები ეს არის ჯახირი, ეს არის სიმძიმე, ეს არის არა სილაღე და სიხარული, არამედ ასე ვთქვათ, აი ძალიან დიდ დაძაბვას მოითხოვს ძალების. ეს იმ შემთხვევაში თუ აი ასევე ბავშვობაში ხედავდი, რომ აი დედა იყოს უდაღლილი ქრონიკულად ამ საოჯახო საქმეებით, ან მამა, ან ბები, ან ბაბუ, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრი. კიდევ ერთი მიზეზი ეს არის ნეგატიური ასოციაცია, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლების დაკარგვასთან. ანუ ურთიერთობა ნიშნავს თავისუფლების დაკარგვას. ხო, თუ მაგალითად ბავშვობაში ჰქონდა თვალწინ მაგალითი, რომ ერთ-ერთი მეუღლე მეორეს ზღუდავდა გადაადგილებაში, პროფესიული არჩევანის თავისუფლებაში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ესეც ქმნის შინაგან ბლოკირებას და ბარიერს. კიდევ ერთი მიზეზი, რატო უჭირს ადამიანს მარტოობის დაძლევა და ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეს არის იმის ქვეცნობიერი, ასე ვთქვათ, რწმენა, რომ ამისთვის რაღაცა დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევს. მაგალითად, თუ ქმნი ოჯახს, შედიხარ ურთიერთობებში, მან თავდება შენი პროფესიული თვითრეალიზაცია. ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ეს არ არის აქსიომატური, ხო? მილიონი შემთხვევა გვაქვს, ასე მაგალითი, როდესაც ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის ბავშვობაში ჩვენ თვალწინ რა სიუჟეტები ვითარდებოდა ურთიერთობებთან დაკავშირებული. ბავშვობას რო ვიძახით დაახლოებით 9 წლამდე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ჩაიწერა საკმაოდ ღრმად ფსიქიკაში და შეიძლება არც კი გვახსოვს ეს მომენტები და ზუსტად ამიტომ მოქმედებს ჩვენზე ეს ნეგატიური ასოციაციების საშინელი ძალით. იმიტომ რომ ჩვენზე გაცილებით უფრო მძლავრად მოქმედებს ის, რისი არსებობაც არ გვახსოვს საკუთარ ფსიქიკაში, ვიდრე ის, რაც გვაქვს გააზრებული. კიდევ ერთი მიზეზი ეს არის, ასე ვთქვათ, მასობრივი მაგალითი იმისა, რომ აი გარშემო ყველას ურთიერთობები აქვს წარუმატებელი. ხო, აი ძალიან ხშირია ხოლმე, რომ აი მეუბნებიან კლიენტები კონსულტირების დროს, რომ რა ვიცი, რა თმინდა, მაგალითად ურთიერთობები, რა თმინდა ოჯახი, აი გაიხედ გამოიხედენ, ერთი ვის აქვს ნორმალური ოჯახი. ხო, აი ერთი შეხედვით შეხედა ვითო ნორმალურია და მე ირკვევა, რომ შიგნით ისეთები ხდება, რომ ასე ვთქვათ, ჯობია არც დაიწყო არანაირი ურთიერთობა. შესაბამისად, ესეთი მასობრივი შთაგონება, ასე ვიტყოდი, ხო, ყველა მხრიდან რომ ეს გესმის, გარწმუნებს იმაში, რომ თუ ასე ვთქვათ,
არავის არ აქვს შენს გარშემო წარმატებული ისტორია ოჯახური ცხოვრების, რაც შენ გექნება, რაც არის ბუნებრივია სიცრუე და ასე ვთქვათ, მარტივად დაიძლევა იმით, რომ აყალიბებს საკუთარ მოდელს, ორიგინალურ მოდელს იმისა, თუ რა ურთიერთობები გინდა შექმნა, იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, ჯანმრთელი და რეალიზებული. ასე და ამგვარად, ესე იგი, თუ გავიაზრებთ ამ ნეგატიურ ასოციაციებს და დავიწყებთ მუშაობას მათ შეცვლაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეცნობიერს გაუქრება ის ბლოკირებები, რომ ურთიერთობები არის ან საშიში, ან რთული, ან მსხვერპლს მოითხოვს, ან არის უსიამოვნო, ან დამამცირებელი, ან თავისუფლების დაკარგვასთან დაკავშირებული და შემდეგ და მიზნად ჩამოიყალიბებს შესაბამისად ზუსტად ასეთი ურთიერთობების შექმნას, იმიტომ რომ სანამ ეს ნეგატიური ასოციაციები გვაქვს, მიზანსაც კი არ ასწავს ესეც ჩვენი ფსიქიკა, რომ რამენაირი ურთიერთობები შექმნას. ასე და ამგვარად, ზოგიერთი წერს, რომ ხმა არის დაბალზე და მე პრინციპში აფერი შემიცვლი, არ ვიცი რატოა დაბალზე ხმა, ეცადეთ თქვენ აუწიოთ, აბა თქვენთან. იმიტომ რომ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე იყო ჩემი მხრიდან, შეიძლება რაღაც ინტერნეტ ხარვეზი. ხო, პაუზა ქონდა გასაგები მიზეზების გამო, თან მეც მიწევს ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში. მუშაობა ადამიანებთან უკრაინიდან, დახმარება მათი, გამოყვანა შოკიდან, სტრესიდან, მისთვის რომ ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი დაუბრუნდეთ. ამიტომ მაპატიეთ, რომ ასე ვთქვათ, ესეთი სიხშირით ვეღარ გაწვდით ამ რჩევებს, ინფორმაციას, მაგრამ იმედია იქაც დაალაგდება ნელ-ნელა ყველაფერი და ჩვენთანაც კარგად იქნება და მოკლედ ოპტიმისტურად უყურებ ამ ამბებს ყველაფრის და მივხედავთ. აბა, გაუთხილდეთ ერთმანეთს, გააზრებულად მივუდგეთ ურთიერთობებს და მომავალ შეხვედრამდე.